ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხს ამოწმებს. 2025 წელს სხვადასხვა მიმართულებით შემოწმება 360-მდე ღვინის კომპანიაში ჩატარდა. ასევე საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით ჩატარდა 279 დეგუსტაცია. 2025 წელს წინა წელთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ფუნქცია გახლავთ წარმოებული პროდუქციის შესაბამისობა კანონთან, რაც საბოლოოდ გამოიხატება ჩვენი სააგენტოს მიერ გაცემულ შესაბამისობის სერტიფიკატებში, რა თქმა უნდა, ეს მეტწილად მოიცავს ხარისხის კონტროლის ელემენტებს და იმას, რომ ღვინო, რომელიც ამა თუ იმ ბოთლში ასხია, შეესაბამებოდეს მის პრეზენტაციას, მის ეტიკეტს, რომ მომხმარებელი არ იყოს შეცდომაში შეყვანილი. 2026 წელსაც გავაძლიერებთ მოქმედებებს ამ მიმართულებით. ხდება ხოლმე შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ კომპანიის სასერტიფიკაციოდ წარდგენილი ნიმუშები არ შეესაბამება ხოლმე იმ პარტიას, იმ ლოტს, რომელსაც უკვე გზავნიან საზღვარგარეთან ანთავსებენ ბაზარზე, ამ შემთხვევაში კომპანიები ჯარიმდებიან. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ვთხოვო ჩვენ მწარმოებლებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ძაფრი კონკურენციის პირობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავი არის სწორედ ჩვენი ქართული ღვინის ხარისხი. სახელმწიფო არ აკლებს ძალისხმევას, რომ სახელი გაუთქვას ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზრებზე და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შევთქვევით და ვიტყვი, რომ ხარისხი და ღვინო ზოგადად იწყება ვენახიდან. ლაბორატორია ახორციელებს სერტიფიცირებისთვის საჭირო ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ ანალიზებს და ეს კეთდება როგორც საექსპორტო სერტიფიცირებისთვის, ისე ადგილობრივი ბაზრისთვის. ჩვენ ვაკეთებთ როგორც ქიმიურ პარამეტრებს, ასევე მიკრობიოლოგიურ ანალიზებს, ჰიგიენური სერტიფიკატისთვის საჭირო ანალიზებს, ასევე მომართვიანობა, ასე ვთქვათ, საცალო ანალიზებზე, მეწარმეს არამ ჩამოასხავს ბოთლში ღვინოს. ბოლო წლებიდან გამომდინარე, ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზების შედეგებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი. ჩვენთვის ხარისხი უბრალო მოთხოვნა არ არის, ეს კომპანიის ფილოსოფია. ვაკონტროლებთ მევენახეობიდან დაწყებული ბოთლში ჩამოსხმამდე თითოეულ პროცესს, ვაკონტროლებთ ყურძნის სიმწიფეს, ყრეფის დროს, გადამუშავების პროცესებსა და დავარგებას. ვიყენებთ როგორც ტრადიციულ ტექნოლოგიებს, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სტაბილურად მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტი.